მიხტუნე მე დედამცა. გრილდები. ერთი სიტყვით, ვინც ახლა გაღიზიანდით ჩემს ხტუნაობაზე. იმის გამო, რომ როგორ შეიძლება ამ ხელაქალი ასე იქცეოდეს 51 წლის ქალი. ბებია, ფსიქოლოგი, კოუჩი, ლექტორი, ამდენი ხალხის მასწავლე. გეტყვით, რომ ჩემზე ღიზიანდებით იმიტომ, რომ თქვენ არ გაქვთ თქვენი ასეთი მიღებული. და ეს ძალიან დიდ პრობლემებს გიქმნით. თქვენს თავს არ უტყდებით ამაში, ან შეიძლება უტყდებით კიდეც. მაგრამ 100%-იანად ვერ უყდებით. და სწორედ ამიტომ სხვაში ეს ასე გაღიზიანებთ სიამდვილეში თქვენც კიდათ რომ იყოთ ხალასები, მიუხედავად ასაკისა და შეგეძლოთ მაიმუნობა, იუმორით მიდგომა ყველაფრის მიმართ, განსაკუთრებით საკუთარი თავის მიმართ. შესაბამისად, თუ გსურთ თქვენი ასაკის მიღება, მოდით აკადემიაში. ჭრდილებს დავამუშავებთ. იცით როგორ დაისვენებთ და ამოისუნთქებთ. ამას უთქვა, ამოისუნთქავთ. აი, თავად გაგიკვირდებათ და გესიამოვნებათ და რატომ იტანჯებოდი აქამდე ეტყვი შენს თავს. მე, ვისაც არ მიგწონთ ჩემი წონა. და დამიწერთ ხამღა ძროხა ქალი როგორ ხტუნავს. გეტყვით რომ ძროხა თავი გაბია პირველ რიგში, მე კიდე ულამაზესი ქალი ვარ. ხო. და მეორე ის რომ თქვენი წონა და თქვენი სხეული არა გაქვთ მიღებული და ეს გიქმნით ძალიან დიდ პრობლემებს. სხეული შეიძლება არც გაქვს რაღაცა საოცარი ზედმეტი წონა, მაგრამ აი სხეულის მიმღებლობა როგორიც არ უნდა იყოს, იცით რა მნიშვნელოვანია. და როცა არ გაქვს სხეულის მიმღებლობა, შენ თვითონ ხო შინაგანად ძალიან იტანჯები, ეს სხეული ხო იტანჯება და პლუს ინგასნაირები, ვისაც აქვთ თავისი არასრულყოფილი და არაიდეალური სხეულის მიმღებლობა, ისინი ძალიან გაღიზიანებს მაგ დროს. კარგი, მე ვისაც ჩემი ულამაზესი მკერდი გაღიზიანებთ და ჩემი პრანჭვა. რა სიტყლარწებია ხელა ქალი, მაგ ხელა ჯიქანი ედიდე. დიახ. თქვენ გეტყვით, რომ თქვენ არ გაქვთ მიღებული, თუ ქალები აკეთებთ ამას, ისეთ კომენტარებს და ქალები წერთ, თქვენი ქალურობა და სექსუალურობა არ გაქვთ მიღებული. სექსი ხიხია გონიათ. არა და მერც რო არ დომოდა, რომ სექსი გქონოდა, ჩვენი გამრავლების სხვა გზას როგორღაც მოიფიქრებდა და მოახერხებდა რა. ხო და ამასაც დავამუშავებთ. შენც გაგკურნავენ ძვირფასო, აი ამ აკადემიაში მოდი. თუ კაცები, შესაბამისად კაცებს გაქვთ თქვენს მამაკაცურობასთან, თქვენს სექსუალურობასთან ასევე პრობლემა და აცმამით უმეტეს ლამაზ გალს რატომ და დაუწერო რაღაცა საზრდოობა მსგავს. თუნდაც კი ბატონო შენზე ასაკით ბევრად დიდს. ესე იგი, შენი მამაკაცურობა, შენი სექსუალურობა არა გაქვს მიღებული, ამის გამო იტანჯები? მოდი, შენც დაგეხმარებით. კიდევ რა? კიდევ რის გამო ხანცალებენ ხოლმე? მე რო ასე ირონიით ვუდგები სულელურ კომენტარებს, იუმორით ვუდგები, ძალიან დიდი იუმორით ჩემს თავს და ჩემს ასაკს და ყველაფერს საერთოდ რაც გარშემო არის და ეს გაღიზიანებთ. ესე იგი იუმორის გზნობა გაქვთ დაბლოკილი, გგონიათ რომ ძალიან სერიოზული უნდა იყოთ და რაც ყველაზე მთავარია, გგონიათ რომ სერიოზულობა გეხმარებათ რაღაცაში. დამერწმუნე, არასოდეს არაფერში არ გეხმარება სერიოზულობა. უყურეთ, იუმორით რაღაცისადმი მიდგომა არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას, არ ნიშნავს საქმის ცუდად კეთებას, არამედ ნიშნავს მოქნილ მოქნილობას. ვერ ვისწავლე ეს სიტყვა სწორად რა. და მიმღებლობას იმისა, რაც არის და იმასთან არ ჭიდავს. ასე რომ, მოდით ამაშიც დაგეხმარებით, ამ რესურსის დაბრუნებაშიც დაგეხმარებით, არ გვენანება, რაც მეც გეხმარებით, მეც გასწავლით
ჩემთვისაც ეს ცოდნა კიდევ უფრო მრავლდება და მე თავადაც კიდევ უფრო ხალასი, თავისუფალი და ბედნიერი ვხდები. ასე რომ, darling, მოდით. მოგწონთ ის კონტენტი, რომელსაც მე ვქმნი და მიწერეთ, რა მოგწონთ, თუ მოგწონთ, ან თუ არ მოგწონთ, მაშინ რატომ არ მოგწონთ, ესეც დაწერეთ. და ლაიქეთ, ან პირიქით დაიწუნეთ ვიდეო. თუ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია იყო, მაშინ აუცილებლად შეინახეთ რჩეულებში ეს ვიდეო და გააზიარეთ. ამით მე ძალიან დამეხმარებით და დიდ мотивაციას მომცემთ. მადლობა წინასწარ.